მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადვოკატი, მედიატორი გიორგი ლიპარტელიანი და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ვებლოუს დამფუძნებელი. თუ რა არის ვებლოუ და რა სიახლეებს გვთავაზობს აღნიშნული იურიდიულ ბაზარზე, ამაზე უკეთესად ჩვენი სტუმარი მოგვახსენებს. მოგესალმები გიორგი, დღეს საინტერესო ეთერი გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ შევეხებით თემას, რომელიც თემაც თითოეული ადამიანისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დღეს თუ არა ხვალ. ან მის ნებისმიერ ახლობელს დაჭიდეს, საქმე ეხება ვებლოუს, რომელიც არის ციფრული იურიდიულ სამყაროში ახალი სიტყვა, ასე რომ ვთქვათ, და სიმბოლურიც არის მსგავსი პრეზენტაცია, როცა ხდება პირველ იურიდიულ პოდკასტში. და პირველ კითხვას დავიწყებ ზუსტად ამ თემიდან, რას ნიშნავს ვებლოუ და რა არის ზოგადად ეს საიტი. პირველ რიგში მადლობას მოგიხდით ორივე თქვენთან გასმოწვევისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება თქვენს გადაცემაში ვისაუბრო ვებლოუსთან დაკავშირებით და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ვებლოუს გუნდის ნაწილი ხართ. მენდეთ და ნდობა გამოუცხადეთ ამ გუნდს თლიანად და გახდით ამ დიდი ოჯახის ნაწილი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვებლოუ არის პლატფორმა, რომელიც სრულიად ვირტუალურს და სრულიად ციფრულს ხდის ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობას. ეს არის ზედაპირული ახსნა, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრ ფუნქციას შეითავსებს თავის თავში ეს საიტი. იქნება პლატფორმა, რომელიც გაამარტივებს ყოველდღიურობას, გაამარტივებს ადამიანების ცხოვრებას და გახდის მარტივს უფლებების დაცვას და წარმომადგენლობას. მინდა ვთქვა, რომ საიტის იდეა გაჩნდა ზუსტად 9 წლის უკან და ამ საიტის იდეის გაჩენიდან გამომდინარე, პირველ რიგში დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს ყველაფერი. დავიწყეთ ფიქრი, საიდან უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა იქნება პირველი ნაბიჯები, შესაძლებელია თუ არა ის, რაც ჩვენ გვსურს, საერთოდ რეალიზდება თუ არა ეს ყველაფერი ერთ საიტზე და ერთ სივრცეში. ამის შემდგომ, მოკლედ იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან დამიდნენ გვერდით, აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის ლაშა ლომიძე და საბა ოზბეგაშვილი, ვინც არიან სულის ჩამდგმელები ვებლოუსი. ის ადამიანები, ვინც დღეები და ღამეები გაათენეს, აბსოლუტურად ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში, დაგვეხმარნენ, თვითონ გვაწოდებდნენ იდეებს, ხვეწავდით ერთად, გავდიოდით თითოეულ დეტალს და საბოლოოდ მივიღეთ იურიდიული ფირმა, რომელიც არის სრულიად ციფრული, თავკომუნიკაციით, ხელშეკრულებებით, ბევრი იმ დამხმარე რგოლით, რაც ამარტივებს ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობას. ჩემი თვალით დანახული ვებლოუ არის ადგილი, საიდანაც ჩვენ ვახერხებთ ყველანაირი სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტას. ანალოგი თუ ყავს საქართველოში იმ მსგავსად? ანალოგი ვებლოუს არ ყავს, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდნენ მსგავსი ციფრულობის სურველი იურიდიული კომპანიები. მე შემხვდა ყოველ შემთხვევაში, რომელსაც სურთ, რომ ციფრული გახდეს იურიდიული მომსახურება, მაგრამ იდეა იმის თუ როგორიც არის ვებლოუ, ახლოსაც არ არის ეს ყველაფერი. ამას თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ გავეცანი, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ჯანსაღი კონკურენციის და კონკურენცია უნდა იყოს კიდეც ისე შეუძლებელია შენი პროდუქტი განასხვაოს სხვა პროდუქტისგან და აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად თქვა, რომ ჯერჯერობით ჩვენი კონკურენტი ბაზარზე არავინ არ არის. ამ კუთხით. და რა უპირატესობები აქვს? რას ფიქრობ, აი ამ ციფრული მიმართულებით რამდენად უკეთესია და რამდენად მოსახერხებელია კლიენტებისათვის? ნაბიჯ რომ მიყვეთ რა, შედის მოქალაქე ვებლოუსზე. რას ხედავს, რა ხვდება და რა უპირატესობა აქვს ვებლოუს დავუშვათ სტანდარტულ იურიდიულ მომსახურებასთან შედარებით. კი ბატონო. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დროს ზოგავთ, კლიენტი ზოგავს დროს, არ აქვს მნიშვნელობა ლოკაციას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა იყოს, ყველა წერტილიდან შეძლებს გაიაროს იურიდიული კონსულტაცია და აწარმოოს საქმე. ეს არის ზოგადი კონცეფცია, რაზეც საუბრობ, რა უპირატესობა აქვს ხარჯებთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ის ურთიერთობა, სადაც არ გიწევს ფიზიკურად მისვლა ადვოკატთან, შეხვედრა, ყოველ წამს ოფისში მიკითხვა, იმის გარკვევა რა ხდება საქმეზე, ყოველ წამს ტელეფონზე დარეკვა და ასე შემდეგ, ეს რესურსებს ზოგავს. და ეს დაზოგილი რესურსები ჩვენს ფასებზეც აისახება, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ვართ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები და ყველაფერი არის შესაძლებელი კონკრეტულად ადვოკატის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქვე ვიტყვი, რომ შენარჩუნებულია საიტზე. როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი თავად წვიტავს кейსთან დაკავშირებით ფასებს, თავად წვიტავს რა სირთულის და რა კატეგორიისაა ეს დავა და რა უნდა შესთავაზოს ჰონორარი, რომელსაც აიღებს. ეს აუცილებელია, რა ვთქვათ, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ყველაფერში არის ფასი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ვიტყვი ესეთ რამეს, რომ რა გვაქვს ამ საიტზე და რა გვხდება. გვხდება მარტივი სარეგისტრაციო ფორმა,
რეგისტრაციის გავლის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია დავჯავშნოთ კონკრეტული ადვოკატი. ამ ეტაპზე ვართ 20 ადვოკატი ვებლოუზე და რა თქმა უნდა ჩვენ ეს ამ რაოდენობას გავზრდით, მაგრამ საკმარისია ამ ეტაპზე ჩემი გადმოსახედით თქვენს დამეთანხმებით, იმიტომ რომ თქვენ ჩართული იყავით ამ ადვოკატების შერჩევაშიც. ზოგი ჩვენი ახლობელია, ზოგი საერთოდ არ არის ახლობელი და იმიტომ მივიღეთ რომ დაინტერესდა და გვენდო და აქედან გამომდინარე ვთვლით რომ ეს რაოდენობა საკმარისია. არის კონკრეტული დაჯავშნის ფუნქცია, კონკრეტული ადვოკატის და არის ზოგადი კონსულტაცია, სადაც ალგორითმი და საიტი თავად შეარჩევს ადვოკატს. ეს ხდება ჩამონათვალში ავირჩევთ უბრალოდ იმ კატეგორიას, რომელი კატეგორიის დავაც გვაქვს სისხლი, ადმინისტრაციული, საგადასახადო, სამოქალაქო და ამის შემდგომ ალგორითმი მოგვამაგრებს კონკრეტულ ადვოკატს, ვისთანაც გავვლით კონსულტაციას. ეს ფასი არის სტანდარტული და არის გაწერილი, რომ ღირს 60 ლარი ეს კონსულტაცია, მაგრამ კონკრეტული ადვოკატის დაჯავშნას და თავის ფასს თავად ადვოკატი განსაზღვრავს. რა ფასადაც შეაფასებს თავის დროს, იმ ფასიდან გამომდინარე. მაგრამ იმასაც ვამბობ, რომ შეიძლება მე მინდოდეს პირადად ბიზნესთან გავლა კონსულტაციის, ბიზნეს ფასი იყოს რაღაც X-ი ვთქვათ, მაგრამ ზოგადი კონსულტაცია ავიღო და ბიზნესი ამომივიდეს. ესე შეიძლება დაემთხოს. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ალგორითმზე და იმ მომენტში რა ხდება, რა დროებია თავისუფალი, ცალია თუ არა ბიზნეს და ეკუთვნის თუ არა განსჯადობით აღნიშნული დავა ბიზნეს. ეს არის ზოგადად როგორ გამოვიყენოთ პლატფორმა, მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციებს. გვაქვს ესეთი საინტერესო ფუნქცია არქიტექტორის და იურისტის მომსახურება ერთობლივად. ეს საინტერესო უნდა იყოს ჩემი აზრით ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არის მშენებლობების ბუმი და უმეტესად ემიგრანტები ყიდულობენ უძრავ ქონებას, ბინებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორი რისკი არსებობს. პირველ რიგში, როგორ აშენებს მშენებელი აღნიშნულ კორპუსს, იცავს თუ არა იმ ნორმებს, რაც არის მშენებლობისთვის აუცილებელი და მართლა იმ ხარისხით აშენებს თუ არა, რა ხარისხიც უწერია მაგალითად პროექტში და ან შეთავაზებაში, ან რეკლამაში. რისკების შეფასება, რისკების შეფასება არქიტექტორის მხრიდან. სამართლებრივად თქვენ ორივე პრაქტიკოსი ადვოკატები ხართ, ყოველდღიურად ხვდებით, იცით რომ კომპანიაზე უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ინფორმაცია სანამ ვენდობით. იქ უნდა გავიაროთ კონკრეტული ნაბიჯები, მომავალ მესაკუთრე დარეგისტრირება, გადავამოწმოთ ეს კომპანია არის საერთოდ შეძლებს ეს კომპანია იმას რომ ააშენოს ეს კორპუსი და ვალები მაგალითად ხომ არ აქვს. ვალდებულები ხომ არ აქვს და იკისრებს თუ არა ბოლომდე ამ ვალდებულების შესრულებას. აქედან გამომდინარე უკვე კომფორტულია ორ ადამიანთან, ორი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან, რომელიც ერთ კონკრეტულ საკითხზე ერთიანდება, კონდეს კონსულტაცია. მაგრამ ეს ვისაუბრე ემიგრანტების ჭრილში, ემიგრანტებისთვის ეს არქიტექტორი და იურისტის გარდა ზოგადადაც მისაღებია ვებლო, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩვენ ქვეყანაში არ იმყოფებიან და შეძლებენ დისტანციურად თავიანთი საქმის წარმოებას. ეს მათთვის არის ყველაზე მეტად კომფორტული, სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღონ იურიდიული კონსულტაცია, დაიცვან თავიანთი უფლებები და აწარმოონ საქმე. ასე ამ კუთხით კიდევ ერთი რაღაცის აღნიშნვა მინდა არქიტექტორი იურისტის კონსულტაციასთან ერთად, რომ ხშირად არის ნებართვები. პრობლემა. კარგად ვიცით მშენებლობის ნებართვები. ეს არ არის, არ უნდა გავიგოთ მაინც და მაინც იმ ჭრილში არ მინდა გავიგოთ, რომ მაინც და მაინც ახალშენებარი კორპუსში ბინის შეძენასთან დაკავშირებით გამოვიყენოთ არქიტექტორი იურისტის კონსულტაცია. შეიძლება მე მინდოდეს ნებართვის მოპოვება და იმ არქიტექტორთან, ვინც არის ჩვენი გუნდის წევრი, არის გიორგი ლოლაძე, რომელთანაც უკვე წლები აქვს თანამშრომლობ და ჩვენ გვიმუშავია როგორც არქიტექტორს და იურისტს კოლაბორაციაში და აქაც მაგიტო გამოვიყენეთ ეს იდეა და ჩავსვით. ნებართვის მოპოვების დროს გვჭირდება როგორც არქიტექტორის ჩარევა, ასევე იურისტის, რომელიც კონკრეტულ განცხადებას დაწერს, მიმართავს, არქიტექტორი, რომელიც არქიტექტურულ ნაწილს გამოასწორებს, შეიძლება კონსტრუქტორიც დაგვჭირდეს და ამ კოლაბორაციაში უმჯობესია ორივე მათგანთან გავიაროთ კონსულტაცია, რომელიც მისაღებ ფასშია. რა თქმა უნდა, ისიც მისაღები ფასია და იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე შეიძლება. გარდა ამის ხელშეკრულებაში იმდენი ნიუანსია და ძირითადად ინვესტორი თავზე მორგებულ პირობებს თავაზობს, მაგასაც ანალიზი ჭირდება და იურისტის ჩართულობა დანიშნულოვანი არის, იმიტომ რომ ოდესაც ამ ხელა თანხაზე გიხდის პირი უძრავი ქონების ყიდვის დროს, ეხლა იურისტთან კონსულტაციაში გადახდილი თანხა არის მიზერული, რაც შეიძლება მან გააკეთოს იმისთვის, რომ თავი იგრძნოს დაცულად. თორე სხვა სამართლებრივი პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში გაცილებით ფულსაც კარგავს, დროსაც და მიდის დიდ გაუგებრობაში და რო შევადაროთ, ხო მართალია, ნახე რო შევადაროთ ეგ ორი ფასი ერთმანეთს, თქვათ, რაც უძრავ ქონებაში უნდა გადაიხადო და რაც შეიძლება იმ კონსულტაციაში და სამართლებრივ ექსპერტიზაში შეიძლება გადაიხადო, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და ხშირად არის მეც პირადად ყოლი ესეთი კლიენტები, რომლებიც არ მისულან იურისტთან თავის დროზე და მე აი უნანიათ, რომ რატო ვთქვათ დავზოგე ის თანხა, რომელიც უნდა მიმეცე იურისტისთვის და არ მიმეცი და მე ეხა უკვე ისეთ პრობლემაშია, რომ
10ჯერ და 20ჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. და დროის იკარგება. ხო, რა თქმა უნდა, დრო იკარგება და ნერვები და ენერგია. რო ჩავშალოთ კონსულტაციასაც მინდა რომ შევეხო. რას ნიშნავს კონსულტაცია? საქართველოში ხშირად არის შევხვდებით, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, რომ ვიღაცები თავაზობენ უფასო კონსულტაციას. ეხლა უფასო კონსულტაციას მე არ ვეძახი იმას, რომ ვიღაც რო კითხავს ამდენი არის ხანდაზმულობის ვადა და შენ რო ეტყვი, რომ 3 წელია პირობითად სისხლის ხელშეკრულებაზე, მაგას კონსულტაციას არ ვეძახი. კონსულტაცია არის სხვა რაღაცა. როდესაც იმას უწევ მუშაობ კონსულტაციაზე საბუთების გაცნობა, ხელშეკრულების გაცნობა და მსგავსი რამ. აი ეს მოსახურება რამდენად იქნება ვებლოუში განსაზღვრული, როდესაც რეალურად კონსულტაციით საქმე კეთდება და არა შაბლონური იურიდიული პასუხი, რომელიც შეიძლება Google-შიც ნახოს ადამიანმა ძალიან მარტივად. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა, რას ვთავაზობთ კონსულტაციის კუთხით და ბიზნესთან ძალიან აქტუალური საკითხი ახსენე. ხშირად ერევათ ერთმანეთში მომხმარებლებს ჩვენს კლიენტებს, ესე რომ ვთქვათ, კითხვის დასმა და კონსულტაცია ერთმანეთში. კითხვის დასმა მართალია, შეიძლება გითხრათ ზოგადად, რომ 3 წელიწადში არის სესხი ხანდაზმული, მაგრამ უშუალოდ საქმეს რო შევისწავლი, ეს უკვე არის კონსულტაცია ჩემი მხრიდან და საადვოკატო საქმიანობად ითვლება. მე ყოველ შემთხვევაში როცა ადვოკატურაზე ვაბარებდი გამოცდას, ესეთი რაღაცა გვაქვს კანონში, რომ ჩვენი ყველა სიტყვა, რომელსაც საჯაროდ ვიტყვით, უკვე საადვოკატო საქმიანობად ითვლება. კონსულტაციაც არის მისი ნაწილი. რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვებლოუს კონსულტაცია ნიშნავს სრულ იურიდიულ საადვოკატო საქმიანობას, როდესაც მოხდება მასალების შესწავლა, მხარეზე მოსმენა, მისგან ინფორმაციის მიღება, გაანალიზება და იურიდიული რჩევის მიცემა. აქ ვამბობ ამას ზოგადად, მაგრამ თუ საქმე ეხება კონკრეტულ кейსს, დავას ადვოკატისგან მიიღებს შესაბამისად რჩევას, რომ ღირს თუ არა დავიწყოთ აღნიშნული საქმე, რა პერსპექტივა აქვს, შესაძლოა იქ გამოიკვეთოს გარემოება, რომ ამ კონსულტაციის შედეგიდან გამომდინარე მივიდეთ იმამდე, რომ რაღაც კონკრეტული მტკიცებულებებია გამოსათხოვი. ამის შემდგომ იწყება ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, თავად თანხმდებიან პირობებზე და საიტზე პლატფორმის საშუალებით აგრძელებენ ურთიერთობას. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის გარეშე რო თქვა პირდაპირ პასუხი სრული იურიდიული კონსულტაცია, რასაც ეწოდება და არა კითხვების დასმა. მხარე უზიარებს თავის პრობლემას ადვოკატს და ადვოკატი აძლევს მის გადაწყვეტილებას და მისი აზრით პასუხობს, რა არის ამ ჩიხიდან გამოსავალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მართლა არ ვიქნებით ესეთ დროზე არ დავიხედავთ ყოველ წამს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ვართ შეკრებილები გივიც შენს, რომ თუ ეხლა ჩვენ 9 საათზე შეიძენს მაგალითად და 5 წუთის გამო კონსულტაციას არ შევწყვეთ და გავაგრძელებთ ამ ადამიანთან. ეგეც ჩვენი დასაბალანსებელია და რატო ვფიქრობ, რომ აი ეს კონსულტაციის საკითხზე მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო, საერთოდ რატო გამიჩნდა იდეა, რომ დამეარსებინა ეს კონკრეტული ვებლოუ. ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წევრი, დედაჩემი იყო ცუდად ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ის პერიოდი იყო, რომ რატომღაც ვერ მივდიოდით ექიმთან. ვერ მიდიოდა თვითონ ექიმთან, უჭირდა და აქედან გამომდინარე დავინტერესდი ხომ არ არსებობს რაიმე მომსახურება, რომელიც ონლაინ გვთავაზობს სამედიცინო კონსულტაციას. გავიგე, რომ არსებობს გავსი ორგანიზაცია, ზუსტად იმ პირობებით, რაც მე მომწონდა და გავიარეთ კონსულტაცია, დავში ძალიან კმაყოფილები. ამ დროს დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება ჩვენ სფეროშიც ანალოგიურად გაკეთდეს, ჩვენ შევთავაზოთ, მაშინ როდესაც სამედიცინო სფეროში თქვენ კარგად იცით, ანალიზი, წნევის გაზომვა, ფილტრებზე მოსმენა ვერ მოხდება დისტანციურად, ჩემი გადმოსახედით და ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რა, მოვისმინოთ კლიენტთან საუბარი და გავიგოთ ზუსტად რა უჭირს. კლიენტზე კარგად ვერავინ ვერ აგვიხსნის მის პრობლემას. ამიტომ ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია დისტანციურად მომსახუროთ, ვიდრე სხვა სფეროებისთვის. და ამიტომ ეს დაბადებული იდეა მე განვახორციელეთ და თქვენს ძალიან დიდ როლს თამაშობთ და ძალიან ბევრი იდეა დავამატეთ გზა და გზა მოვიდა ეს ყველაფერი. ამის წინათ საუბრობდით, რომ გვინდა მედია კუთხე გავაკეთოთ ვებლოუზე, სადაც სტატიები დღესაც საუბრობდით მაგაზე, რომ სტატიები უნდა გამოვაქვეყნოთ და სრულიად გეთანხმებით. ეს უნდა იყოს ერთი დიდი სივრცე, სადაც ყველაფერი მიდის იურიდიული სფეროს გარშემო ტრიალებს და საუბრობთ ამ თემებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის პრობონო მომსახურება, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა კარგად მოგვიხსენება ყველას, რომ არიან ადამიანები, რომელსაც არ შესწევთ ძალა მიიღონ იურიდიული კონსულტაცია ფასებიდან გამომდინარეც, ზოგიერთი ისევ იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომ ვერ ჩამოდის თბილისში, არ აქვს გზავრობის ფული. აქედან გამომდინარე შევქმნით ესეთი პრობონო მომსახურება. თვეში ერთხელ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს, ვეტერანებს, კი ბატონო, თავაზობთ სრულ უფასო კონსულტაციას, მაგრამ მე იმასაც ვიტყვი, რომ ვერც თქვენ
და ვერც ვერავინ ვერ დავაძალებთ კონსულტაციის იქით წავიდეს ადვოკატის ურთიერთობა, იმიტომ რომ ვიცით რამდენი წვალება რა ხარჯებთან არის ადვოკატისთვისაც შრომატევადია, შენ ყველაზე მეტად მოგეხსენება რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ეს საქმის წარმოება, მაგრამ კონსულტაციაც ძალიან დიდი რაღაც არის. თუ კონსულტაცია არ მიიღე, იქ საქმის წარმოებამდე რა ვიცი. კონსულტაციას იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ კონსულტაციის დროს უნდა განისაზღვროს მიმართულება, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. რა შეიძლება გაკეთდეს, რა უპირატესობები გვაქვს დავაში. შესაბამისად, ზოგი უყურებს, რომ ეს კონსულტაცია შეიძლება იყოს რაღაცა ზედაპირული. არა, პირიქით. კარგი კონსულტაცია ნიშნავს ნახევრად უკვე დაალაგებულ საქმეს, შექმნილ სტრატეგიას და უკვე შედეგზე ორიენტირებულ საქმეს. ზედაპირულადაც უყურებენ და ზოგს გონია რომ კონსულტაცია არის შაბლონური და არ არსებობს შაბლონური. ხო და ზუსტად შენ მაგას ამბობდი და ინდივიდუალური ყველა საქმე არის განსხვავებული, როგორც თითოეული ადამიანი ისე არის თითოეული საქმის განსხვავებული. ხო, ნახე, ზუსტად ეგ თქვით შენც და გიორგიმაც რომ ეხლა რაღაცა კითხვა რო დაგისვა სიურდული, მაგას მართლა ბოლო-ბოლო ხელოვნური ინტელექტს კითხავ და იპოვი მასზე პასუხს, მაგრამ ეხლა ხელშეკრულებიდან რო გამომდინარეობს რაღაცა, ხო? გაიცნობი ამას, შენ პრაქტიკას გაიხსენებ, მოიძიებ, რა ვიცი, შეიძლება რაღაცა ისეთი იყოს კოლეგას კითხვა, აზრი, რჩევა, ამ ყველაფერს რო შენ კლიენტს მიაწვდი. ეს უკვე, რა ვიცი, აღარ არის ზედაპირული კონსულტაცია. სასამართლო პრაქტიკა და ძალიან დიდი მნიშვნელობა რო ვიყენებთ ჩვენი გამოცდილებიდან პასუხობთ, ეს უკვე ჩვეულებრივი კითხვაზე პასუხი არ არის. და მნიშვნელოვანია ფიზიკურ ბიუროზე რასაც წავაწყდით მე და გივიც, ანუ მართლა მინდა რა რომ პრობლემაზე ვისაუბრო. ხალხს შეიძლება შესთავაზო უფასო კონსულტაცია, კი ბატონო. მაგრამ მოდის ესეთი კითხვა მომხმარებლებისგან. ხელშეკრულება რო შემიდგინოთ ეს კონსულტაციაში შედის, ეს არის იურიდიული მომსახურება, ადვოკატი ამის სანაცვლოდ იღებს ჰონორარს. ხელშეკრულების შედგენა, სასამართლოში საქმის წარმოება ვერ იქნება კონსულტაცია, ეგ არის უკვე პროდუქტი, რასაც კონსულტაციისგან იღებს ადამიანი. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ის კარგი პრაქტიკა, რაც ფიზიკურ ბიუროებზეა, დავნერგოთ ვებლოუზეც. და თუნდაც ის შეცდომები, რაც ფიზიკურ ბიუროებზე ხდება, გამოვასწოროთ ვებლოუს საშუალებით. აქედან გამომდინარე ვქნით იმ ბევრ მომსახურებას, რასაც ვთავაზობთ და მნიშვნელოვანი. საკორპორაციო მომსახურება. კორპორატიული მომსახურება, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამ კუთხით გამოჩნდნენ ბაზარზე კონკურენტები. ჩვენ ვთავაზობთ ვებლოუსში ჩვეულებრივად ბიზნეს დახმარებას და საპორტს. ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომ ბიზნესს ყველაზე მეტად ჭირდება მყისიერი მოქმედებები და დროზე არის დამოკიდებული. ეს ძალიან კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ვებლოუ იქნება მათთვის ძალიან კომფორტული კუთხე, საიდანაც შეძლებენ მუდმივ კომუნიკაციას მათზე გამოყოფილ კორპორატიული იურისტზე. ეს შეიძლება ვიყო მე, შეიძლება იყოს თქვენ, გააჩნია ვინ ვიქნებით ამ კონკრეტულ სიაში და ამ ეტაპზე შერჩეულია ერთ-ერთი კანდიდატურა ანა ჟორჟოლიანი, რომელიც ძალიან გამოცდილი კადრია, არაერთი იურიდიულ ფირმაში აქვს ნამუშევარი, მე სხვადასხვა შორის კორპორატიული კუთხით და თქვენგან გიხილავთ, ამაზე მე ვისაუბრებთ და რა მინდა ვთქვა, რომ საშუალო, მცირე და დიდ ბიზნესს ვთავაზობთ legal support-ს. ჩვენ ვიდგებით მათ გვერდით და ჩვენგან მიიღებენ დაბალ ფასს, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალ ფასს მიიღებენ და მყისიერ მოქმედებას. ეს შეიძლება იყოს ბიზნესის რეგისტრაციიდან დაწყებული ერთჯერადი ურთიერთობა, დამთავრებული წესდების შემუშავებით კონკრეტული იურიდიული პირისთვის ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წესდებას. წესდება არის მთელი გული იურიდიული პირის. აქედან გამომდინარე დაწყებული წესდებით, რეგისტრაციით, ლიკვიდაციით, თუნდაც შეიძლება ეს იყოს პარტნიორთა კრების ოქმის შედგენა, ორგანიზება, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, ამ ყველაფრით დამთავრებული, ანუ ყველაფერი შედის ხელშეკრულებები, მომსახურების ხელშეკრულების სასამართლო წარმომადგენლობა. ჩვენთვის იმიტომ არის მაგალითად დაბალი ფასი მისაღები, რომ ბევრი ვართ ამ ერთ დიდ ოჯახში. და შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ადვოკატმა აიღოს ერთი კონკრეტული ფირმის кейსი. ყისიერად დაიწყოს მოქმედება და ამაზე პრობლემა არ შეგვექნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბიზნესსაც გაუმარტივებს ვებლოუ მის საქმიანობას. და ყოველთვის ედგება გვერდით. ძალიან ბევრი ბიზნესი ინტერნეტიდან ამოღებული შაბლონით აკეთებს წესდებებს და მე ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე დგებიან. შრომით ხელშეკრულებებს. კი. სხვათა შორის ძალიან ბევრ კომპანიაში საერთოდ იურისტი არ აკეთებს ამ ყველაფერს, აკეთებს ბუღალტერი. და ეს მე მიმაჩნია ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბუღალტერს თავისი საქმე აქვს და ეს საქმე შრომატევადია და დასაფასებელია და მას უნდა მიხედოს. მაგრამ ხშირად არის ისე მიბმული, რომ აი რაღაცა ხელშეკრულებები, თუნდაც იჯარის ხელშეკრულებები, თუნდაც შრომით ხელშეკრულებები, რა ვიცი, თუნდაც შინაგანაწესი და აი ესეთი დეტალები ბუღალტრის გასაკეთებელია.
ძალიან ბევრ კომპანიაში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ბუღალტერს აქვს თავისი საქმე, იურისტს აქვს თავისი საქმე და ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ბუღალტერი თავის საქმეშია პროფესიონალი და კომპეტენტური, იურისტი თავის საქმეში. რაღაცა შეცდომა რომ მოხდება, მე დამფუძნებელი და დირექტორი ბუღალტერს ვერ მოთხოვს პასუხს, იმიტომ რომ იურისტი უნდა ყავდეს მას აყვანილი და უნდა მიიღოს კვალიფიციური იურიდიული მომსახურება. შესაბამისად, ეს მანკიერი პრაქტიკაც არის ბაზარზე. ამას მე პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით და მაქვს შემხებლობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც რატომღაც თვლიან, რომ აი ბუღალტერმა უნდა გააკეთოს, ან HR-მა უნდა გააკეთოს, თქვათ. პროექტ მენეჯერი აკეთებდა ერთ-ერთ კომპანიაში ხელშეკრულებებს და მერე მოხდა გაუგებრობა, რა თქმა უნდა. აი იმას ვერ აფასებენ, რომ შრომით ბაზარზე და იქ სადაც დასაქმებულები და დამსაქმებლები არიან ერთ სივრცეში, ყოველთვის შეიძლება მოხდეს დავა. იმიტომ რომ ხშირად არის გაუგებრობები, უთანხმოება და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის არის ხელშეკრულება. ხელშეკრულება თუ არ გაქვს დამუშავებული შრომით ხელშეკრულებაზე ერთ და იგივე შაბლონს თუ იყენებ, იყო რომ ნორმები იყო არეული. 20-20 ცვლილებები საერთოდ არ იყო ასახული შეწყვეტა შეჩერებაზე. ჩემთან მოსულ ხელშეკრულებაში. და ვინ გააკეთა მეთქი და რაც შენ შემთხვევაში იყო ბუღალტერი, ჩემ შემთხვევაში პროექტ მენეჯერი. და პროექტ მენეჯერმა გადმოწერა ინტერნეტში არსებული შაბლონი. საერთოდ არ გაითვალისწინა იქ შვებულების ახალი წესი, საერთოდ არ გაითვალისწინა როგორ უნდა მოხდეს შეწყვეტა, შეჩერება, შინაგანა წესი ნაწილია აღნიშნული ხელშეკრულების და კომპანიას შინაგანა წესი არ ქონა. აი ეს დეტალები არის იმისთვის, რომ კომპანიები უნდა მიხვდნენ, რომ ჯობია გადაუხადო ადვოკატ შესაბამისი ანაზღაურება ან იურის და გიცავდეს და მან თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა. პრევენციის მიზნით და არა მე პრობლემების გამოჩენა. არა, უდესკაც ეს პრობლემა მაინც გაჩნდება. ნახე, კომპანია რო იზრდება მაგალითად, თავიდან შეიძლება 5 თანამშრომელი ყავდეს, ან 2 თანამშრომელი ყავდეს, მაგრამ რო იზრდება 10, 20, 50. ნახე, იქ პრობლემა აუცილებლად გაჩნდება და ამისთვის მზად უნდა იყო და პრევენცია შენ სწორედ პრევენცია უნდა გქონდეს და მომზადებული უნდა იყო ამისთვის და თუ შენ ამისთვის შესაბამისი მყარი სამართლებრივი დოკუმენტი გაქვს და ყველაფერი წესრიგში გაქვს, შენ თვითონ შენ ბიზნეს ამას, ესე იგი, კარგ რაღაცას უკეთებ ამით. შენ იძახდით ეგან მანკიერ პრაქტიკებზე ლაპარაკობდი და ეგეც აი საქართველოში ცუდი ტენდენცია მაგრამ თუ აი როგორც ექიმთაც სანამ ძალიან ცუდად არ გახდება ადამიანი რომ არ უნდა მისვლა, ისე არის იურისტთანაც. ხო, სანამ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდება, მანამდე არ მიდის და მე იურისტს და ადვოკატს თხოვს რაღაც პრობლემის მომგვარებას, რომელიც შეუძლებელია რომ მოაგვაროს. სასწაულის ჩადენას მოქმედებდა და ასე დროს პრევენცია არის ყველაზე მარტივი გამოსავალი და შეიძლება მაყურებელს აიგონოს, რომ პატარა კომპანიებზე საუბრობთ, მაგრამ საკმაოდ დიდი კომპანიებიც კი თავს იკავებენ, ყავდეთ იურისტები, გამოცდილი კადრები და მიიღონ შესაბამისი იურიდიული დახმარება. სწორია კი, როდესაც სასამართლოში მივა საქმე, შეიძლება საერთოდ აღარ ეშველოს ამ ყველაფერს და თავში ძალიან მარტივად შეიძლებოდა იურისტს ეს ყველა პრობლემა მოეგვარებინა. იმედი მაქვს, რომ ოდესღაც მართლა დადგება დღის წესრიგში ის, რომ ყველა კომპანია, ეს არ აქვს მნიშვნელობა. მცირე 5-კაციანი კომპანია, რომელიც ახსენ, იმასაც უნდა ყავდეს იურიდიული დეპარტამენტი ვერ ექნება, მაგრამ ერთი იურისტი მაინც უნდა ყავდეს, რომელიც შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი პრაქტიკის და ძალიან დიდი ცოდნის ადამიანი და იურისტი, მაგრამ გაიზრდება კომპანიასთან ერთად. თუ არ გაქვს საშუალება, რომ მაგალითად დაიქირაო მაღალანაზღაურებადი იურისტი, მაშინ შენთვის არის weblaw და შეგიძლია პრინციპში იქ დაიწყო შენი ურთიერთობა, იმიტომ რომ გარკვეულ პაკეტებს თავაზობთ. და ენობრივი ბარიერი გვაქვს. და ენობრივი ბარიერი მე ვფიქრობ weblaw-ზე დავძლიეთ. ლის კავკასუსი, ლაშა კაკაშვილის კომპანია არის, რომელიც სრულიად უწევს ენობრივ დახმარებას weblaw-ს და თარჯიმნები მიიღებენ მონაწილეობას უცხო ენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის და კონსულტაციის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ ჩემთვის ყველაზე გასაოცარი იყო, როდესაც ეს გადაწყვეტა. ყველაფერი გაწერილი გაქვს. კი, ყველაფერზე გვაქვს ნაფიქრი. weblaw-ს ინოვაციური თემების გარდა სანდოობას იწვევს, რა თქმა უნდა, ხალხი, რომელიც იქ მუშაობს და საზოგადოება შეუძლია თვითონ ნახოს და შენ თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია პრეზენტაციაც გააკეთო იმ ხალხის, რომელიც weblaw-ში მოემსახურება ხალხს. ძალიან დიდი ჩამონათვალია. მოდით პარტნიორებზე შემიძლია ვისაუბრო და გამოვყო პარტნიორები. ეს არის ლის კავკასუსი, როგორც ვახსენე, ლაშა კაკაშვილი, რომელიც მთლიანად იღებს ენობრივ ბარიერს თავის თავზე. კიდევ ერთხელ გამეორდები, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ეს რისთვის არის ეს მიღწევა? გარდა საქართველოში ყოფი და ცხოვრები უცხოელებისა, შეიძლება საზღვარგარეთიდან კონკრეტულმა პიროვნებამ რაღაც ქონების შეძენა მოინდომოს. ეს ენა არ უნდა იყოს ბარიერი ადვოკატთან კომუნიკაციისთვის, თუნდაც არქიტექტორთან. ამის აქედან გამომდინარე
მონიშნავს ჩვენთან ველებში რომელი კონკრეტული ენის ფლობელია და შესაბამისი თარჯიმანი ჩაერთვება სადაც რა თქმა უნდა სრულად დაცულია კონფიდენციალურობა. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ყველაზე მაღლა დგას ვებლოუზე. და ეს ინფორმაციები, რომელიც მანდ ინახება და ადვოკატის და კლიენტის კომუნიკაცია ჩატის საშუალებით, რომელიც ინტეგრირებულია ჩვენ საიტზე, სრულად კონფიდენციალურია და არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ვინმე არ მინდა იფიქროს, რომ ან დირექტორისთვის ან ხელმისაწვდომი, ან სხვა ადვოკატისთვის, ან ყველას უჩანს ეს კომუნიკაცია. ეს არის სრულად მხარეებს შორის რჩება, კლიენტს და ადვოკატს შორის რჩება, რაც მთავარია და ხელშეკრულება, რომელიც ელექტრონულად იდება ჩვენს პლატფორმაზე, ისიც მხოლოდ ადვოკატმა და კლიენტმა იცის. მიღება ჩაბარების აქტიც მათ შორის გაიცვლება, ის დოკუმენტაცია, რაც შეუძლია ადვოკატმა რომ ელექტრონულად დაუბრუნებს, რასაც არა პოსტის საშუალებით დაუბრუნებს და გაუგზავნის მიღება ჩაბარების აქტს, რომელსაც ელექტრონულად მოაწერს ხელს. ჩვენი პარტნიორები არიან GG Lawyer Group-ი, სამართლის ექსპერტი, ფრიდონ სიხუაშვილის საადვოკატო ბიურო, Peace House და Digital Rem. და რა თქმა უნდა, ლის კავკასუსი, რომელიც მანამდე ვახსენე, როგორ გვიხმარება და როგორ მარტივს ხდის ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობას. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით განან დასაწყისიდან გვიზიარებენ თავიანთ იდეებს, ხვეწავთ, რასაც შეგვიძლია ვაკეთებთ, რასაც ვერ ვაკეთებთ, გადადებული გვაქვს საომავლო გეგმებისთვის. და საომავლო გეგმებში გვაქვს კიდევ უფრო გამარტივება ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის, ეს არის აპლიკაცია, რომელიც მაისში ვიტყვი რომ გამოვა და უკვე სრულყოფილად იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანი. შენ ახსენე, გიორგი, ფიზიკური ბიურო GG Lawyer Group-ი. რა სერვისს თავაზობს მომხმარებლებს აღნიშნული ბიურო? GG Lawyer Group-ი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროებში მოქმედებს ამ ეტაპზე, შესაძლოა წინ კიდე გავაფართოვოთ არეალი და ჩვენი ფიზიკური ბიურო მაქსიმალურად ორიენტირებულია კლიენტების კეთილდღეობაზე და ვცდილობთ ჩვენ კლიენტებს ის მომსახურება მივცეთ იურიდიულად, რაც ჭირდებათ და არ გაურთულოთ ცხოვრება და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ამ სამ სფეროში და ამ სამ სეგმენტზე ვმუშაობთ. სისხლის სამართალი ვახსენეთ და სისხლის სამართალი იყო ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომ ვებლოუზე როგორ უნდა ინტეგრირებული იყო. არავის არ ჯეროდა რა შეიძლება ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით, ჩვენ გვჭირდება რომ ოჯახს შევხვდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამი სიახლე გვაქვს სისხლის სამართლის კუთხით. პირველ რიგში კონსულტაცია იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ უნდა მივმართოთ როგორც დაზარალებულებმა პოლიციას, პროკურატურას, არ ვიცი, ფინანსურ სამსახურს რა დანაშაულია ამას უშუალოდ ადვოკატი გადაწყვეტს, როგორ უნდა წავიდეს და მეორე არის უკვე უშუალოდ ბრალდებულის ან მშავრდებულის დაცვა და ამ შემთხვევაშიც ვებლოუთი შეუძლიათ დაიწყონ ურთიერთობა და კომუნიკაცია და ციხეებზე ვიზიტი. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე კარგი ინოვაცია. ყველამ ვიცით რა პრობლემა არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატები ხართ, ხო შენც ბიძინა საერთო სპეციალიზაციის წარმომადგენელი ხარ და იცი, სისხლის სამართალში რამდენად რთულია და რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ადვოკატის ციხეზე მისვლა. პირველ რიგში თუ კონკრეტულად გვინდა ადვოკატი ერთჯერადად დავიქირაოთ, ორდერის ამოწერის ფასუხით იმისთვის, რომ ერთჯერადად მივიდეს და მოგვიტანოს ამბავი, თუნდაც როგორ არის აღნიშნული პიროვნება ციხეში და რა საჭიროებები აქვს, იქნებ რაიმე ჭირდება. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ და შევქმნით სპეციალური მომსახურება ციხეზე ვიზიტისთვის. ქირავთ ადვოკატს არა საქმის მომზადებისთვის, აკვეთი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მტკიცებულებების მოპოვებისთვის, არამედ ციხეზე ვიზიტისთვის. ადვოკატი მივა ციხეზე, მიიტანს თქვენგან დაბარებულს, ბრალდებულისთვის ან მჟავრდებულისთვის და წამოიღებს იქიდან მის მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. ეს იქნება რა განსხვავება არის ახლა ჩვენ ამ ორდერის ამოწერასა და ჩვენს მომსახურებას შორის ფასი. ეს უშუალოდ არის იმ ფასში გამოთვლილი და დაჯენილია ის ფასი, რაც იქნება ყველასთვის მისაღები. და ჩემი აზრით კიდევ უფრო გაამარტივებს გავიგოთ ინფორმაცია ციხეზე რა ხდება და როგორ არის კონკრეტული პიროვნება. შესაძლოა მყისიერი მოქმედება იყოს საჭირო, ან მართლა მოითხოვოს, რომ კონკრეტული ადვოკატი აიყვანეთ, ეხა რაღაც მიჭირს, რაღაც მისი უფლებები ირღვეოდეს. აქედან გამომდინარე, ოჯახს არ ექნება სადარდებენ, რომ ეს უზარმაზარი თანხები დაუჯდება და შეიძლება გადაიხადოს ერთჯერადად დაიყვანოს და მე თავად გადაწყვეტენ ღირს თუ არა ადვოკატის ჩაბმა ეხა საქმეში. ესეც კიდევ ერთი სიახლეა. თუმცა ვებლოუ ფიზიკურ კონტაქტზე შეხებას და ნახვას არ გამორიცხავს საქმის მსვლელობიდან გამომდინარე, ხო, ესეც განუმარტოთ მსმენელს.
რა თქმა უნდა, შესაძლოა კონკრეტული კლიენტის მოთხოვნა იყოს, რომ ფიზიკურად შეხვდნენ და ჩვენი ფიზიკური ბიუროები ამის საშუალებას რა თქმა უნდა მისცემენ და რა თქმა უნდა იქნება შესაძლებელი ფიზიკურადაც გაესაუბრონ კონკრეტულ კლიენტს. შესაძლებელი ეს საქმიდან გამომდინარეც იყოს სასწრაფოდ საჭირო და სისხლის სამართალში მით უმეტეს ხდება ხოლმე. ძალიან სწორი კითხვა იყო, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კუთხით ხშირად არის რომ ოჯახის წევრებს პირადად უნდათ ადვოკატის ნახვა და დამშვიდება. მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი, მაგრამ გამიგია რომ მსგავსად ხდება. ქონია ამის პრაქტიკა. უკავშირთან დაკავშირებით უნდა გკითხო, როგორ ხდება ადვოკატის და კლიენტის ერთმანეთთან კავშირი ან უკავშირი განხორციელებული სამუშაოს შემდეგ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ კომუნიკაციის საშუალებად აქვთ ჩატი და ჩატში შეუძლიათ ისაუბრონ ადვოკატმა დაუსვას შეკითხვა კლიენტს კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, ან პირიქით კლიენტმა დაუსვას ადვოკატს. ასევე გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი ფიდბექების ჩარჩო, სადაც ყოველი კონკრეტული ქმედების მერე ადვოკატი ტოვებს უკავშირს. და აი აქ თუ გაჩნდება კითხვა, უკვე შეუძლიათ ჩატში გააგრძელონ თავიანთი ურთიერთობა. მაგალითისთვის რომ მოვიყვანო. საქმე მომზადების ეტაპზე ჩაინიშნა მთავარი წვდომა. ჩაინიშნა მოსამართლე. ადვოკატი დატოვებს უკავშირს, რომ დღეს იყო მოსამზადებელი წვდომა, განისაზღვრა მთავარი წვდომის თარიღი და მთავარ წვდომის თარიღია კონკრეტული 25 მარტი მაგალითად და ამ დღეს ვიკრიბებით და გაგრძელდება საქმის წარმოება. ან მაგალითად გავიარეთ ახსნა განმარტების ეტაპი და გადაიდო სასამართლო, რაღაც მოხდა, რაღაც გარემოებიდან გამომდინარე. ვიტყვით, რომ ახსნა განმარტების ეტაპი გავიარეთ და როდესაც დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტილებას გამოვიტანთ, დაუწერს ადვოკატი, რომ ესა და ეს გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ და აღარ დაჭირდება იმაზე ნერვიულობა კლიენტს, რომ ყოველ წამს დაურეკოს ადვოკატს რა ხდება და რა მოხდა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ, რომელიც თავში არ აგვიღნიშნია, ეს ეხება დაზღვევას, ადვოკატის მომსახურების დაზღვევას. რას ნიშნავს ეს, რომ განმარტოთ საზოგადოებას და რა ბენეფიტი აქვს მაგ თემით ზოგადად კლიენტს? კი ბატონო, თავში შენვე აღნიშნე ბიძინა, რომ რა სანდოობას ვიწევთ და სანდოობას ვიწევთ სწორედ კიდევ ერთი კრიტერიუმი არის ამ ყველაფრის და დამადასტურებელი დაზღვევის პაკეტი. ალდაგთანაც თანამშრომლობთ. ადვოკატის პასუხისმგებლობის დაზღვევა არის ის ბენეფიტი, რაც ყველა კლიენტისთვის უნდა იყოს საინტერესო, რადგან თუ კი მე არ ვუშვებ და საერთოდ ვიცი რომ ეს მსგავსი რამე არ მოხდება, ადვოკატი დაუშვებს კონკრეტულ შეცდომას, რაც მართლა მის კვალიფიკაციიდან და ცოდნიდან გამომდინარე არ უნდა დაეშვა, ამ შემთხვევაში კლიენტს არ უწევს დევნა ადვოკატზე, რომ გადახდილი ჰონორარი დაუბრუნოს ან ზიანი აუნაზღაუროს. ამ ყველაფერს აანაზღაურებს ალდაგი. ეს საერთოდ არ იქნება საწვალებელი არც ადვოკატიც დაცულად გრძნობს თავს და კლიენტიც, რომ ის თუ შეცდომა მოხდება ადვოკატის მხრიდან, ანაზღაურებული იქნება ალდაგის მიერ. და საბოლოოდ ჩვენი სასაქონლო ნიშანიც, ჩვენი ბრენდი, რის გამოც შევქმენით და რის გამოც ვასპარეზობთ, არის გათვლილი იმაზე, რომ საერთაშორისო მასშტაბისთაც ვიმოქმედოთ. თუ რომელიმე ქვეყანაში დაინტერესდება პიროვნება, რომ Weblow-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს და შექმნას მსგავსი პლატფორმა სხვა ქვეყანაში, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა, სასაქონლო ნიშანი გაუზიაროთ და დავიწყოთ შესაბამისი მოქმედებები და ჩვენმა გუნდმა შევქმნათ იგივე პროდუქტი ამ სხვა ქვეყანაში. გიორგი, მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისათვის. თქვენ კი აუცილებლად, ვინც გვიყურებთ, 18 მარტიდან შეგიძლიათ ეწვიოთ Weblow-ს საიტს, დაათვალიეროთ. ძალიან მარტივი იქნება თქვენთვის, ძალიან გასაგები იქნება და მიიღოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და უნიკალური მომსახურება დისტანციურად გქონდეთ. წვდომა და კონსულტაცია ადვოკატებთან, მარტივი რაც თავარი ადვოკატებთან და მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმის, რომ საშუალება მომეცით ამ ყველაფერთან მესაუბრა და განსაკუთრებით დიდი მადლობა, რომ თავიდან მენდეთ და ჩემი გუნდის წევრები გახდით და იმ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ ახლა ერთად, რასაც Weblow და თუნდაც GG Group ქვია, იმიტომ რომ გონია რომ ადამიანის ნდობა, როდესაც მოდის და ჯერ არაფერი დაუწყია და მე თქვენთან რომ მოვედი, მაშინ ჯერ არაფერი იყო მზად, ძალიან ბევრს ნიშნავს. და დღეს უკვე ძალიან დიდი პროდუქტი შევქმენით და ერთად ვამაყობთ ამ ყველაფერს. ნამდვილად და მალე შემოგვემატება უკვე აპლიკაციაც და ძალიან სრულფასოვანი მომსახურება ექნება მოქალაქეებს და აუცილებლად მოუწოდებ, რომ აუცილებლად უბრალოდ ნახონ კიდევაც ეს მომსახურება, იმიტომ რომ ყველაფერი იქითკენ მიდის, როცა ციფრული სამყარო გვიმარტივებს ცხოვრებას და Weblow-ც ამისთვის იდეალური სივრცეა. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.